მოგესალმებით. დღეს შაბათია საღამოს 9 საათი და პირველ არხზე თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. 90 წელი შესრულდა 1921 წლის 25 თებერვლიდან საქართველოს გასაბჭოებიდან. ბევრი ვიფიქრეთ, რა კუთხით მოგვემზადებინა გადაცემა. გადავწყვიტეთ შედარებით უცნობ ფაქტებზე გაგვეკეთებინა აქცენტი, ანუ იმაზე, რაც 25 თებერვლის შემდეგ ხდებოდა. რატომ იბრძოდა დაახლოებით 30,000 ქართველი ჰიტლერის მხარეს? ბევრი მათგანი სწორედ 25 თებერვლის შემდეგ გაიქცა საქართველოდან. გაიქცა დიდ ბოროტებას, ბოლშევიზმს და საბოლოოდ ჩადგა არანაკლები ბოროტების, ნაციზმის სამსახურში. მათ ხშირად მოღალატეებს უწოდებენ, მაგრამ დგას კი ასე მარტივად საკითხი. რატომ თანამშრომლობდნენ ეს ადამიანები ნაცისტურ რეჟიმთან და რამდენად იყო რეალობასთან ახლოს ჰიტლერის დახმარებით და ბოლშევიზმის დამარცხებით საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება? ჩვენი რეპორტაჟის პირველი ნაწილი. Emporführen durch eigene Arbeit, durch eigenen Fleiß, eigene Entschlossenheit, eigenen Trotz, eigene Beharrlichkeit, dann werden wir wieder emporsteigen, genau wie die Väter einst auch Deutschland nicht geschenkt. ჰიტლერის გერმანიის მიმართ ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციაში თავიდანვე არაერთგვაროვანი პოზიცია არსებობდა. სოციალ-დემოკრატები ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით არ ენდობოდნენ გერმანიას. მას შემდეგ, რაც გერმანიამ ევროპის ქვეყნებში ომი გააჩაღა, ეს უნდობლობა კიდევ უფრო გაიზარდა. ამას ემატებოდა ჰიტლერის გერმანიის მიერ ქართული ემიგრაციის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერის, პოლონეთის ოკუპირება. მაშინ ბევრი ქართველი იუნკერი, რომელიც პოლონეთში სწავლობდა, ნებაყოფლობით ჩადგა ამ ქვეყნის სამსახურში. რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის გამო კი უნდობლობა კიდევ უფრო გაიზარდა. 1940 წელს ნოე ჟორდანიამ განაცხადა კიდევაც, მანამდე სანამ გერმანელები პარიზში შევიდოდნენ, მოაწყო საგანგებო შეხვედრა და გამოაცხადა, ქართული ემიგრაცია, სოციალ-დემოკრატიული ფრთა ვერ იქნება სიმპათიით იმ ქვეყნის მიმართ, ამ შემთხვევაში გერმანიის მიმართ, რომელიც იპყრობს დამოუკიდებელ ევროპულ სახელმწიფოებს. მოხდა გაყოფა ქართული ემიგრაციის, ნაწილი იყო რასაკვირველი ემის მომხრე, რომ გერმანელებისთვის მხარი უნდა დაეჭირა და ხო გითხარით, დიდი აჟიოტაჟიც იყო, მაგრამ იყო ის ქართული ემიგრაციის ისეთი ადამიანები, რომლებიც კატეგორიულად წინააღმდეგი იყვნენ, იმიტომ რომ ისინი თვლიდნენ, რომ გასაგებია, რომ საქართველოს დაპყრობილია საბჭოთა რუსეთის მიერ, მაგრამ გერმანიის გამოყენება საქართველოს გასათავისუფლებად არასწორია. მაგრამ მალე საბჭოთა კავშირთან ომი გამოცხადდა. გერმანია ქართველებისთვის ძალიან მალე იმ რეალურ ძალად წარმოჩნდა, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაშლა შეეძლო. ამ დროიდან იწყება ქართული პოლიტიკური და სამხედრო ემიგრაციის აქტიური დაახლოება გერმანიის უწყებებთან. ჰიტლერს ომის დასაწყისში დიდად ემიგრაციასთან ურთიერთობა არ უნდოდა და საერთოდ ემიგრაციას დიდ ყურადღებას ნაციზმის პერიოდში არ აქცევდნენ. ჰიტლერი თვლიდა, რომ მარტო გერმანელ ჯარისკაცებსაც შეეძლოთ საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომის მოგება, მაგრამ პირველივე წელს ომისას გერმანიის სამხედრო უწყებებმა დაინახეს, რომ მხოლოდ გერმანული ძალებით საბჭოთა კავშირის დამარცხება ალბათ შეუძლებელი იქნებოდა. 1941 წლის ივნისში, როგორც კი დაარღვეს საბჭოთა კავშირის საზღვარი და გერმანელები გადავიდნენ შეტევაზე საბჭოთა კავშირის მიმართულებით, პარიზში, მაშინვე იქვე, სადაც ხმათაშორის ელისეს მინდვრებთან, გაიხსნა შტაბი, სადაც ემიგრანტ ქართველებს ჰქონდათ საშუალება მისულიყვნენ, რეგისტრაცია მოუხდინათ და განეცხადებინათ თანხმობა, რომ იბრძოლებდნენ გერმანელების მხარეს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ ეს იყო გზა საქართველოს განთავისუფლების. 1938 წელს ბერლინში შეიქმნა ქართული ბიურო, რომელიც მალე კავკასიურ ბიუროდ გადაკეთდა. 1939 წელს რომში ჩატარდა ვარშავის, პრაღისა და ბერლინის ქართული ნაციონალური ორგანიზაციების საერთო ყრილობა, სადაც გადაწყდა ქართული ნაციონალური კომიტეტის დაარსება. 1940 წლის ზაფხულში ქართველებმა მოლაპარაკება დაიწყეს კავკასიელ მთიელთა ემიგრაციის ლიდერ ჰაიდარ ბამატთან საერთო კავკასიური ფაშისტური პარტიის შექმნის შესახებ. მომავალი გათავისუფლებული საქართველოს ხელისუფლების ლიდერად შეირჩა დიდი თავადი ბაგრატიონ მუხრანელი. გერმანიის საშუალებით საქართველოს გათავისუფლების იდეა უმალ აიტაცეს ემიგრაციაში მყოფმა ძალებმა. მათ შორის ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორიც თეთრი გიორგი იყო. ამ ქართველებს შორის იყვნენ ნაციონალისტური ორგანიზაციებიც, მაგრამ ყველა ამ ჯგუფის მიზანი მხოლოდ ერთი იყო: ნებისმიერი მეთოდით საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება. ქართველების ამ დიდ მონდომებას თან დაერთო გერმანიის მაშინდელი ხელისუფლების სტრატეგია კავკასიის მიმართ. საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართველებს გულშემატკივრობდა საბჭოთა კავშირის საუკეთესო მცოდნე, გრაფი ვერნერ ფონ დერ შულენბურგი,
ის პირველ მსოფლიო ომამდე თბილისში გერმანიის კონსული იყო. ომის დროს ქართველ ემიგრანტებთან თანამშრომლობდა და საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში გერმანიის დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენელი იყო საქართველოში. შულენბურგის მოსაზრებით კავკასიაში უნდა შექმნილიყო ეროვნული დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რომლებიც გერმანიის მოკავშირეები გახდებოდნენ. ის თვლიდა, რომ კავკასიაში უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რომლებიც ხელშეუშლიან რუსეთის სამხრეთულ ექსპანსიას და გახდება გერმანიის დასაყრდენი და მეგობარი მის აღმოსავლეთ პოლიტიკაში. უამრავი ადამიანი აღმოჩნდა, მათ შორის ტყვეებს, პირველ რიგში ტყვეებს შორის, საბჭოთა ტყვეებს შორის, უამრავი ადამიანი აღმოჩნდა, რომლებიც გადავიდნენ გერმანიის მხარეს, ბუნებრივია და ასეთი იყვნენ ათასობით. ეს იყვნენ არამხოლოდ ქართველები, იყვნენ სხვა ეროვნების წარმომადგენლები, რომლებისგანაც შექმნეს დივიზიები, ლეგიონები. გერმანელები მიხვდნენ, რომ კავკასიაში არ გამოადგებოდათ ისეთი პოლიტიკა, როგორცაც სლავები დასახლებულ ტერიტორიაზე ატარებდნენ. 1941 წლამდე ვერმახტი არაოფიციალურად ცდილობდა ემიგრანტების გადმობირებას. 1941 წლიდან კი ოფიციალურად დაუშვა მათი და საბჭოთა ტყვეებისგან შემდგარი ლეგიონების შექმნა. 1942 წელს შეიქმნა ჩრდილოეთ კავკასიის ლეგიონი. ჩამოყალიბდა ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ლეგიონები. ასევე შერეული ლეგიონიც, მაგალითად ბერგმანი. მასში გაერთიანებული იყვნენ სხვა კავკასიელებიც, ნახევარი გერმანელი და ნახევარი ქართველი მეომრებისგან შედგებოდა. საერთოდ კავკასიელთა რიცხვი, რომლებიც გერმანელების მხარეს იბრძოდნენ, იყო 100,000-მდე. აქედან მესამედი გახლდათ ქართველები. იყვნენ იქ სომხური ბატალიონებიც, აზერბაიჯანული ბატალიონები, შიდოკავკასიური ბატალიონები. ქართული ნაციონალიზმი არასოდეს არ ყოფილა რეალურად ნაციზმი, იმიტომ ეს ყველაფერი თუ კი ისინი იბრძოდნენ გერმანიის მხარეს, მათ ჰქონდათ რწმენა, რომ გერმანიის გამარჯვების შემთხვევაში მოხერხდებოდა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა. ქართველი სამხედროების გადაბირების საკოორდინაციო ცენტრი, სადაც ოფიცრებსა და უნტარ-ოფიცრებს ამზადებდნენ, პოლონეთის დასახლება კრუშნაში იყო. მალე ქართული ლეგიონის შტაბი ლიტვის ქალაქ მარიამპოლეში გადაიტანეს და 1942 წლის იანვარში მის მეთაურად პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე დანიშნეს. პროპაგანდისტული მიზნებისთვის შტაბთან აგრეთვე შეიქმნა ქართული ნაციონალური კომიტეტი. ოკუპირებული ტერიტორიების გერმანელმა გამგებელმა ჩინოვნიკებმა არაორაზროვნად მიანიშნეს ნაციონალური კომიტეტის წევრებს, რომ ომის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა დამოუკიდებელი საქართველოს სტატუსის აღდგენა. ქართველები გერმანულ სამხედრო მანქანაში აქტიურად ერთვებიან. გერმანიის არმიაში სულ დაახლოებით 30,000 ქართველი იბრძოდა. სულ 12 საველე ბატალიონი იყო შექმნილი. არსებობდა ქართული SS-იც. მაშინდელ გერმანიის არმიაში შემდეგი დანაყოფები მოქმედებდა. ჩვენ მხოლოდ მათ ნაწილს გაგაცნობთ. აქ საინტერესოა ბატალიონების სახელწოდებებიც. 795 ქვეითი ბატალიონი ერქვა შალვა მაღლაკელიძე, 1942 წელს ნალჩიკის მიმართულება, ბაქსანისა და ურუხის ხეობები ჩრდილოეთ ოსეთში. 1944 წელი შერბურთან საფრანგეთში მოიგერია და უკუაგდო ამერიკის შეერთებული შტატების დესანტი. 797 ქვეითი ბატალიონი გიორგი სააკაძე 1943-44 წლები იბრძოდა გრენვილში საფრანგეთში 709 გერმანული დივიზიის შემადგენლობაში. 798 ქვეითი ბატალიონი მეფე ერეკლე მეორე 1943-44 წლები სენ-ნაზერი საფრანგეთი მსახურობდა 384 გერმანულ დივიზიაში. 799 ქვეითი ბატალიონი, მისი სახელწოდებაა დავით აღმაშენებელი 1943-45 წლები მოქმედებდა საფრანგეთის ცენტრალურ რაიონებში. 823 ქვეითი ბატალიონი შოთა რუსთაველი 1945 წელი იცავდა ლა-მანშის კუნძულ გერნსიზე. 824 ქვეითი ბატალიონი სახელწოდება ილია ჭავჭავაძე 1944 წელი იბრძოდა ლვოვის მისადგომებთან გერმანიის 359 დივიზიის შემადგენლობაში. 822 ქვეითი ბატალიონი თამარ მეფე 1944-45 წლები ლიონთან საფრანგეთში და 354 გერმანული დივიზიის დაქვემდებარებაში. ომის ბოლოს დისლოცირებული იყო კუნძულ ტექსელზე, ჰოლანდიაში, სადაც მოაწყო აჯანყება, რომელიც გრძელდებოდა 1945 წლის 22 მაისამდე და ცნობილია ევროპის უკანასკნელი ბრძოლის სახელით. ეს არის ბატალიონების მხოლოდ ნაწილი.
შალვა მაღლაკელიძე ეს იყო ადამიანი, რომელიც ნაციზმის მხარეს მებრძოლი ქართველების ლიდერად ჩამოყალიბდა. მაღლაკელიძემ ჰიტლერის გერმანიაში გენერლის ჩინს მიაღწია. სხვა არც ერთ ქართველს ასეთი მაღალი წოდებისთვის მაშინდელ გერმანიაში არ მიუღწევია. შალვა მაღლაკელიძის ქალიშვილი დღეს ოდნავ მოგვიანებით ჩვენი სტუმარი იქნება. მანამდე კი ამ ადამიანისა და სხვა ქართველი ლეგიონერების შესახებ ჩვენს რეპორტაჟში მოგითხრობთ. გამოჩენილი ქართველი სამხედრო მოღვაწე გენერალი შალვა მაღლაკელიძე 1919-1920 წლებში თბილისში გენერალ-გუბერნატორი გახლდათ. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ მაღლაკელიძე იძულებული გახდა 1921 წელს ქვეყანა დაეტოვებინა. ის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი იყო ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაციისა, რომლის სახელწოდებაა თეთრი გიორგი. 1942-1953 წლებში აირჩიეს ქართული ეროვნული კომიტეტისა და ქართული სამოკავშირეო შტაბის წევრად. ომის პერიოდში მაღლაკელიძე ნაცისტების ჯარში მსახურობდა და ვერმახტის ქართულ ლეგიონს მეთაურობდა, რომელიც ქართველ პატრიოტთა მიერ ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირთან საბრძოლველად და საქართველოს დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. 1941 წელს მან შექმნა ქართული ლეგიონის თამარ მეფის ორდენი. 1944 წელს მაღლაკელიძეს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. ის იყო ერთადერთი ქართველი, რომელიც ასეთ მაღალ სამხედრო ჩინს ატარებდა გერმანიაში. ჩვენ გამოჩენი არა ვართ. არაფერი ჩვენ ისეთი არ გავიგეთებია არ ჩვენ წინაპრებს, რაც საზრახის იყოფილიყო ეროვნული ღირსების გამამცირებელი და ამიტომ დიდი სიამაყით ვეორებ და დიდი მაღალი გრძნობებით მე ვასახელებ ჩემთავს როგორც ქართველ კაცს და ამით ვამაყობ როგორც ქართველი კაცი. ლეგიონის 795 ბატალიონი იბრძოდა კავკასიაში. მათ უკუაგდეს საბჭოთა ქვედანაყოფის შემოტევა სვანეთთან ახლოს და აიღეს რამდენიმე ოსური სოფელი. მალე 2000-იან შერეულ დაჯგუფებას შალვა მაღლაკელიძის მეთაურობით დამოუკიდებლად მოუწია უკან დახევა. უკვე მიტოვებულ როსტოვში ბატალიონი რუსების ალყაში მოექცა. ალყის გარღვევისას დაიღუპა 20-ზე მეტი ქართველი. მათ ბრძოლით გაიკაფეს გზა აზოვის ზღვამდე. გერმანელებს დაღუპული ეგონათ ეს ბატალიონი. იქიდან ქართული დანაყოფი გერმანელებმა გადაიყვანეს თვითფრინავებით ყირიმში. შემდგომში ბატალიონი ებრძოდა პოლონელ პარტიზანებს. უამრავ ადამიანს ჰქონდა გულწრფელი განზრახვა, რომ თავის სამშობლო გაეთავისუფლდნენ. მისთვის საბჭოთა კავშირი არ იყო სამშობლო. ასეთი ადამიანები მე ძალიან პატარა ვიყო, რომ მივხვდი ჩემი სამშობლო არ იყო საბჭოთა კავშირი და დასული ადამიანი რომ მაგას მიხვედრილიყო, ტყვეობაში რა არის გასაკონი. ღალატი ეს ტერმინი სულად შეუსაბამოა. პირიქით, შეიძლება იმათ ეგონათ და თვლიდნენ, რომ კი არ ეგონათ, დარწმუნებული იყო, რომ ის ქართველები, რომლებიც საბჭოთა ჯარში იბრძოდნენ და გერმანელებს ისინი იყვნენ მოღალატეები, მათთვის ხო ესენი იყვნენ. უბედი რომ ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვარ და მთელი საუკუნეები დავატარეთ სხვა უზარმაზარი იმპერიების სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებაში და ხან ერთ მხარეს ვიბრძოდით, ხან მეორე მხარეს და ძალიან ბევრი იყო შემთხვევა, როცა ორივე მხარეს ჩვენ ვიბრძოდით და ჩვენ შევადგენდით ორივე არმიას. ეს არის ხო გემოვნებით ერთ-ერთი მთავარი ტრაგიზმი ჩვენი ისტორიოგრაფიის. თავდაპირველად ლეგიონერები აღმოსავლეთის ფრონტზე იბრძოდნენ. ვერმახტმა ქართული დივერსიული ჯგუფები რამდენჯერმე ჩამოსხა დესანტის სახით კავკასიის მთებში. ყოველი ეს დესანტირება წარუმატებლად ხორციელდებოდა. საბჭოელები უმოწყალოდ უსწორდებოდნენ მათ. შესაბამისი ღონისძიებები მიიღო საბჭოთა ხელისუფლებამაც და შექმნა გამანადგურებელი ბატალიონები, რომლებიც აი სწორედ ამ დივერსანტ პარაშუტისტთა ჯგუფებს ებრძოდნენ. მაშინ ძალიან სასტიკად გაუსწორდნენ ამ ჯგუფებს. აი პრაქტიკულად როგორ იყო იცით, რომ ეს დესანტი ჩამოისხმებოდა, აი ჰაერშიც კი ხრედდნენ მათ და პირდაპირ ავტომატის რიგით ცხრილავდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც აი ესეთი დახოცილი დივერსანტ პარაშუტისტები ხეზე ეკიდნენ დიდი ხნის მანძილზე და აი ესე 10 კი დაუსაფლავებიათ. ისინი იყვნენ კატეგორიულად ქვეყნისა და ხალხის მტრები, რომლებმაც გამოიჩინეს სილაჩრე და იბრძოდნენ იმ დამპალი და ამაზრზენი იდეოლოგიის მხარეზე, რომელსაც ერქვა გერმანული იდეოლოგია. მიუხედავად გერმანელთა სარდლობის მტკიცებისა და პროპაგანდისა, რომ ლეგიონერებსა და სხვა შენაერთებს თანაბარი სტატუსი ჰქონდათ, სინამდვილეში მათ ხშირად საზარბაზნე ხორცად იყენებდნენ. მათ ფრონტის ყველაზე რთულ მონაკვეთზე გზავნიდნენ. უკან დახევისას კი ძირითადი ნაწილების ზურგის დაცვას აიძულებდნენ. აღმოსავლური ბატალიონების ალყაში მოხვედრისას კი არ ჩქარობდნენ მათ გამოხსნას. ამიტომაც აღმოსავლურ ლეგიონებში სწრაფად დაეცა საბრძოლო სულისკვეთება და თავი იჩინა უიმედობამ, რასაც დეზერტირობა მოჰყვა. მალე კავკასიის ფრონტიდან გერმანიას ძალების სხვა მიმართულებით გაგზავნა მოუწია. ქართველები ევროპის სიღრმეში გადაისრულეს. მათ ძალიან ხშირად
საზარბაზნე ხორცელთაც იყენებდნენ. უკან დახევის შემდეგ არიერგარდში აბრძოლებდნენ და ძირითადი ძალების ზურგის დაცვას ავალებდნენ. მაგრამ შემდეგ 53 წლის შემდეგ, 53 წელს გიტლერმა გამოსცა არ ენდობოდნენ. ბოლომდე არ ენდობოდნენ, იმიტომ რომ რამდენიმე ცდელობა იყო მთლიანად ამ ლეგიონერების გადმოსვლისა. ზოგი ჩაიშალა, ზოგი შედგა, გადმოვიდნენ. მოგვიანებით, როცა მეორე ფრონტი გაიხსნა, მოკავშირეები მასობრივად გადმოსხეს ევროპაში, ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდიაში. საბჭოთა ჯარები პოლონეთისა და უნგრეთის საზღვრებს მიუახლოვდნენ. დაიწყო მესამე რაიხის აგონია. იალტის კონფერენციის დროს სხვა დოკუმენტებთან ერთად მოკავშირეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ძალითაც საბჭოთა მხარეს უნდა გადასცემოდა ყველა ყოფილი საბჭოთა მოქალაქე ტყვე, რომლებიც მოკავშირეთა კონტროლირებად ევროპის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. შეთანხმება, რა თქმა უნდა, ქართველ ლეგიონერებსაც შეეხებოდა, რომლებმაც არ იცოდნენ, რას უმზადებდა მათ საბჭოთა მთავრობა. ამიტომ იულად ბარდებოდნენ ტყვეთ დასავლელ მოკავშირეებს იმ იმედით, რომ სიცოცხლეს მაინც შეინარჩუნებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ აბუერმა იცოდა ძალიან კარგად, რომ ქართველები ბარდებოდნენ, პრაქტიკულად ბარდებოდნენ, ისინი რასაც გადმოსხავდა თვითმფრინავი მათ, პრაქტიკულად ბარდებოდნენ, მიუხედავად ამისა, მაინც გააგრძელეს ეს პროცესი. იცოდნენ კარგად, რომ ბარდებოდნენ, მაგრამ მაინც აგრძელებდნენ ამ ჯგუფების გადმოსროლას, იმიტომ რომ შეიძლება თქვა 1 არა, 2 არა, ამ 10 ჯგუფიდან შეიძლება თქვა 2-ს ემოქმედა, ესეც კი კარგი იყო მათთვის. გენერალი შალვა მაღლაკელიძე იმ დროს ქართველების მთავარ მზრუნველად იქცა. ის არა მარტო ლეგიონერებს, არამედ ტყვედ ჩავარდნილ ყველა ქართველს ეხმარებოდა და მათზე ზრუნავდა. მან გადაარჩინა ბევრი ქართველი ებრაელი, რის გამოც ებრაულმა დიასპორამ მაღლაკელიძეს არაერთხელ გადაუხადა მადლობა. შალვას მთელი მოღვაწეობა მიმართული იყო იქითკენ, შალვა მაღლაკელიძის, რომ ტყვედ ჩავარდნილი ქართველები გადაერჩინა ფიზიკურად. ის ამბობდა, ტყვეებს ეუბნებოდა, ამის არაერთი მაგალითი არსებობს. ის გადარჩენილი ლეგიონერებიც ამას ამბობდნენ, რომ შალვამ პირადად მოიარა ტყვეთა ბანაკები და ქართული ეთნოსის ხალხი გადაარჩინა, ეუბნებოდა, რომ თქვენ უნდა შეინახოთ თქვენი თავი სამშობლოსათვის. მამასთან ერთად ვიდექი მარჯანიშვილის მოედანზე ტროლეიბუს გაჩერებაზე და უცბად მოვარდა ერთი ესეთი ჟღალთმიანი პიროვნება და დაუწყო ხელზე კოცნა. და ამბობდა ბატონო შალვა თქვენ გადამარჩინეთ. ნუ მამა ძალიან უხერხო მდგომარეობაში ჩავარდა, მთელი ხალხი ჩვენ გვიყურებდა, ნუ გაიყვანა ეს კაცი გვერდზე და დაუწყო გამოკითხვა და ნუ იმან მოუყარო კონცლაგერში იყო და თანაც აღმოჩნდა ქართველი ებრაელი. და ნუ აქ მოგეხსენებათ ებრაელებს როგორ ზდევნიდნენ მაშინ და ნუ მამას გამოუყვანია. ქართველები გერმანიის ელიტის იმ ფრთასთან იყვნენ დაახლოებული, რომელიც მალე ჰიტლერის წინააღმდეგ აჯანყებაში ჩაერთო. აჯანყების წარუმატებლობის გამო კანარისის ფრთა ფაშისტების რეპრესიებს შეეწირა. ქართველები კი აქტიურ სამხედრო მოღვაწეობას ჩამოაშორეს. მას შემდეგ რაც მაღლაკელიძე ჩამოაცილეს 1944 წელს პრაქტიკულად ჩამოცილდა აქტიურ მოღვაწეობას გერმანიის სასარგებლოდ, ვინაიდან მისი მხარდამჭერები ჩათრეულები აღმოჩნდნენ ჰიტლერის წინააღმდეგ შეთქმულებაში. უკვე თავშეკავებული იყო და პრაქტიკულად აქტიურად ვეღარ ეხმარებოდა ქართველებს. რა ბედი ეწია შალვა მაღლაკელიძეს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დასავლეთ გერმანიაში. 1944-54 წლებში კონრად ადენაუერის სამხედრო მრჩევლად მსახურობდა. 1954 წლის 26 იანვარს ვაშთან გაიოს მაღლაკელიძესთან ერთად მიუნჰენში დააფუძნა ორგანიზაცია საზღვარგარეთ ქართველ მხედართა დარაზმულობა. იმავე წლის აგვისტოში საბჭოთა დაზვერვამ შეიპყრო. იგი საქართველოში ჩამოიყვანეს. მაღლაკელიძეს სიცოცხლე შეუნარჩუნეს, მაგრამ მისი ოჯახი მუდმივად იმყოფებოდა საბჭოთა დაზვერვის მეთვალყურეობის ქვეშ. საბჭოთა სპეცსამსახურებმა შალვა მაღლაკელიძის სახელით ბევრი ქართველი ემიგრანტი დააბრუნეს საქართველოში და შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. იყო ტელეფონის მოსმენები, ბინაში იყო მოსასმენი აპარატი დადგმული, იმიტომ რომ ისეთ ეხოს იძლეოდა, რომ ყველა ხვდებოდა, რომ ყოველთვის გვაძლევდნენ ბინას ბოლო სართულზე, რომ ადვილი ყოფილიყო დაყენება ამ აპარატურის. ძალიან გული მწყდება, ეხლა მე დროთა განმავლობაში გავიგე, რომ ბევრი ვითომ ახლობელიც სწორედ იმიტომ იყო ჩვენთან ახლოს, რომ რაღაც ინფორმაცია გაეტანა, ღმერთმა შეუნდოს ყველას. ქართველებმა იცოდნენ, რომ ჰიტლერი მაშინვე დამოუკიდებელს არ გახდიდა საქართველოს, მაგრამ მათ სჯეროდათ, რომ ჰიტლერი მუდმივად არ იქნებოდა გერმანიის ლიდერი. მათთვის მთავარი იყო რუსეთი და ბოლშევიზმი დაემარცხებინათ.
ფიქრობდნენ, რომ საქართველო გერმანიის პროტექტორატის ქვეშ მყოფი უფრო ადვილად გახდებოდა დამოუკიდებელი. კიდევ ერთი ქართველი, რომელიც ჰიტლერის რეჟიმთან თანამშრომლობდა, ოღონდ კალმით. ალბათ მხოლოდ საბჭოთა პერიოდში დაწერილ ნაწარმოებებს თუ შევადარებთ გრიგოლ რობაქიძის ორ ნაშრომს ჰიტლერისა და მუსოლინის შესახებ. რობაქიძის ეს წიგნები სულ ცოტა ხნის წინ ითარგმნა და ერთ-ერთმა გამომცემლობამ გამოსცა. ამ წიგნების გამოჩენას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. უნდა გამოიცემოდეს თუ არა მსგავსი ნაწარმოებები დღეს. რატომ დაწერა ცნობილმა ქართველმა მწერალმა ეს წიგნები და რა განსხვავებაა მის ამნაბიჯსა და იმ ცნობილ ქართველ მწერლებს შორის, რომლებიც საბჭოთა სისტემასა და ბელადებს ასხამდნენ ხოტბას. გრიგოლ რობაქიძე და მისი ჰიტლერი და მუსოლინი, ჩვენი რეპორტაჟის გაგრძელება. ვერც ერთი მხატვარი ვერ შეძლებდა მისი შინასახე სრულად გამოეხმო და პორტრეტში გაეხორციელებინა. ამ თვალების მკაცრი მზერის წინაშე გაცამტვერდება ყოველივე ყალბი და ცრუ. მან შექმნა დიდი გერმანია. იგია მისი სუვერენული დამაარსებელი. მართალია მისი მოღვაწეობა არ დასრულებულა, მაგრამ მისი სახელი უკვე ამოიტვიფრა მითიურ რუინებში. მისი ყოველი გამოსვლა ერთადერთია და განუმეორებელი. მისი მიხრა-მოხრა თავის სწორუპოვრობის გამოა თვალში საცემი. ყოველი გერმანელი, ვინც არ უნდა იყოს, მხოლოდ ერთს გრძნობს. იგი გერმანელია. გრიგოლ რობაქიძე, ჰიტლერი. გრიგოლ რობაქიძე დაიბადა სვირში, იმერეთში, მაშინდელ ქუთაისის გუბერნიაში. ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ ჯერ ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში სწავლობდა. შემდეგ კი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაასრულა ლაიფციგის უნივერსიტეტი. გერმანიიდან 1908 წელს დაბრუნდა და მალე ქართველ სიმბოლისტთა ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი გახდა. 1931 წლიდან გარდაცვალებამდე იყო პოლიტიკური ემიგრანტი. 1946 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გერმანიაში. საოცარი ბედის ადამიანი აღმოჩნდა ის. კაცი უნიჭიერესი, უგანათლებულესი, რომელმაც უდიდესი როლი მოახმარა თავისი ქვეყნის კულტურულ განვითარებას. იყო გერმანიაში, საფრანგეთში, ყველგან სწავლობდა. ყველგან აბსოლუტურად ცოდნას იძენდა რაიმედით, რომ ჩამოსული თავის ქვეყანაში ამ მიღებულ ცოდნას მოახმარდა ქართველი ხალხის როგორც განათლების დონის ამაღლებას, ასევე ქართველი ხალხის ევროპულ კულტურასთან მიახლოებას. რობაქიძისთვის გერმანიაში წასვლისთანავე არ ჩამოურთმევიათ საბჭოთა მოქალაქეობა. ეს მოხდა მხოლოდ 1935 წელს, როცა ხელისუფლებას გადაეწურა მისი დაბრუნების იმედი. საბჭოთა ხელისუფლებამ მწერლის წინააღმდეგ სასტიკი და უზნეო კამპანია წამოიწყო. გაზეთ კომუნისტსა და მნათობში გამოქვეყნდა მწერალთა მიმართვა სრულიად საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმისადმი. არავითარი დანდობა კლასობრივ მტრებს, რომელიც მიმართული იყო გრიგოლ რობაქიძის წინააღმდეგ. წერილში ეწერა, რომ რობაქიძე თვალთმაქცობდა, ატყუებდა ხელისუფლებას, მწერლობას, საზოგადოებას, რომ ის ფაშისტთა ბანაკში გადავიდა, იყო სოციალისტური სამშობლოს მოღალატე და ასე შემდეგ. წავიდა გერმანიაში, აემაღლებია მას ლიტერატურული დონე, ცოდნა გაუშვა უпростоრად სტალინმა, იმიტომ რომ იცნობდა მას. და ისე მოხდა, რომ უღალატა და დარჩა და გახდა ჰიტლერისა და მუსოლინის მომღერალი. ის იყო ემიგრანტი, რომელსაც ეზიზღებოდა რასაკვირველია საბჭოთა ხელისუფლება და სულაც არ გამოურიცხო, რომ უშვებდა, რომ გერმანია იქნებოდა საშუალება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ საქართველოს გასათავისუფლება და დამოუკიდებლობის აღსადგენად. ესეთი მარტო რობაქიძე არ ყოფილა. რატომ დაწერა გრიგოლ რობაქიძემ ჰიტლერისა და მუსოლინის შესახებ ნაშრომები? არსებობს არაერთგვაროვანი მოსაზრებები. ნაწილი მიიჩნევს, რომ ესაა ერთგვარად თვითგადარჩენით ნაკარნახევი. სხვები კი ფიქრობენ, რომ იგი გულშემატკივრობდა ჰიტლერსა და მუსოლინის. მე ვფიქრობ, ეს არის სწორედ აი ამ ძლიერი ადამიანით აღფრთოვანება. ჩემთვის პირადად ძალიან გასაკვირია კაცისგან, რომელიც თქვათ გაექცა ერთ ტოტალიტარულ რეჟიმს, რატომ აღფრთოვანდა მეორე ტოტალიტარული რეჟიმით. ჩემთვის უცნაურია, რომ ადამიანი, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი სტალინის მიმართ, რატომ არის აღფრთოვანებული თუნდაც რა ქვია ჰიტლერით. კრიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ასეთი სახით გრიგოლ რობაქიძის ამ წიგნების გამოცემა შეცდომაა.
ნამდვილად ჩანს სიმპათიები კი რა აღფრთოვანება ჰიტლერის პიროვნებით დაწყებული გარეგნობიდან, რომელსაც ის ძალიან კარგ დონეზე მხატვრულად კარგად აღწერს, ასევე მის ქმედებებზე, ასევე მის გამონათქვამებზე. ამ ტექსტების გამოქვეყნება შესაძლებელი არის მაგალითად გრიგოლ რობაქიძის თხზულებათა სრულ კრებულში ბოლო ტომში შესაბამისი დათქმებითა და კომენტარებით. მაგრამ როდესაც ეს გამოდის ცალკე წიგნად, თან ცალკე წიგნაც ჰიტლერი და მუსოლინი, გამოდის რომ ეს არის უფრო მე ვიტყოდი გამომცემლის გემოვნების საკითხი. ტექსტები აშკარად ცუდია. ვინ უნდა მოიხიბლოს ახლა ჰიტლერის ლურჯი თვალებით და მისი რაღაც საოცარი გავლენით ადამიანებზე. მე მაგალითად როცა ვკითხულობდი სიცილით მოვკვდი. მაგრამ სამწუხაროდ როგორც ეთყობა, ეს მეტყველებს ერთგვარ ზედაპირულ მარკეტინგულ თვალზე რომ გაიყიდება. წიგნს რო წაიკითხავთ, იქ ნახავთ რომ იქ განსაკუთრებული აპოლოგია არ არის, პირიქით არის უბრალოდ შეფასების მცდელობა. გამომცემლებს სხვა მოსაზრება აქვთ. ინტერესი არის ძალიან დიდი, მაგრამ შეფასებები არის რადიკალური. უნდა გამოცემულიყო თუ არა ეს წიგნი? ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ეს წიგნი უნდა გამოცემულიყო ქართულ მკითხველს, უნდა ენახა თვითონ თავის თვალით ეს ნაწარმოებები, ეს წიგნები თვითონ. იმ დროს, როდესაც გრიგოლ რობაქიძე ჰიტლერსა და მუსოლინის ნაშრომებს უძღვნიდა, მის სამშობლოში კომუნისტ ბელადებს ხოტბას ასხავდნენ. არის თუ არა სხვაობა მწერალთა ამ ორ კატეგორიას შორის და რატომ წერდნენ ასეთი შინაარსის ნაწარმოებებს? ქართველმა მკითხველმა, ქართველმა ერმა აპატია საქართველოში და საბჭოთა კავშირში დარჩენილ მწერლებს, რომლებიც ემსახურებოდა კომუნიზმის დიდებას, მას რატომ განსჯით ჩვენ ზედმეტად მკაცრად თვითონ გრიგოლ რობაქიძეს. ძალიან სუბიექტური ახსნა შეიძლება ქონდეს რა. ეს არის მისთვის თქვა გერმანულ სამყაროში რაღაც დამკვიდრების მცდელობაც. საბოლოოდ რობაქიძეს ძვირად დაუჯდა ეს ორი წიგნი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის გაირიყა მწერლებისგან. გრიგოლ რობაქიძე შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში გარდაიცვალა. დღეს ჩვენ ერთხელ უკვე ვახსენეთ ტექსელის აჯანყება. ეს მოვლენა დიდი ხანი ბუნდოვანი და მითოლოგიზირებული იყო. რა მოხდა სინამდვილეში ჰოლანდიის ამ პატარა კუნძულზე? ქართველი საბჭოთა ტყვეებისგან შეიარაღებული დანაყოფი შეიქმნა. ფაშისტების წინააღმდეგ აჯანყება ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო და 9 მაისის შემდეგ 10 დღეში დასრულდა. ამიტომ ამ მოვლენას ევროპის უკანასკნელი ბრძოლა უწოდეს. რატომ აუჯანყდა მაშინ ნაცისტებს 800 ქართველი? დაბადების დღე ეს იყო ტექსელზე ქართველებსა და გერმანელებს შორის სისხლიანი შეტაკების კოდური სახელწოდება. 1945 წელი, ჰოლანდია, კუნძული ტექსელი, ღამის პირველი საათი. რა მოხდა სინამდვილეში ტექსელზე და რატომ აუჯანყდნენ ქართველები გერმანელებს? განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს დიკვან რიუიკის წიგნი ქართველების აჯანყება ტექსელზე, სადაც დეტალურადაა მოთხრობილი მეომრების ჩანაწერების შესახებ. ესენი იყო ყოფილი ტყვეები, რომლებიც გადავიდნენ ჩვეულებრივად გერმანელების მხარეს, აი შემიძლია ეს წიგნი გათხოვოთ, ნახავთ ფოტოებს, მათ აცვიათ 800 კაცო ჩოხაშო უგო ბოსი უკერავდა ამათ ჩოხებს, მამა. წარმოგიდგენთ რა იქნებოდა 800 კაც შეუკერეს ჩოხა, ახ დადიან ასე 3 წელი დადიდნენ ჩოხებში, აიკვება კარაქიანი პური ყველაფერი, უზრუნველყოფა. ესენი იყო გერმანელების მხარეს ქართულ, ასე იყო უამრავი, არა მხოლოდ ტექსელზე იყო, სხვა მე ვიცით რომ აჯანყება მოხდა და ასე. სროლის ხმა ყველა მხრიდან ისმოდა. მივხვდი რომ აჯანყება დაიწყო, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი ამბოხებულთა გამარჯვებაში, რადგან სამხრეთი და ჩრდილოეთი ბატარეები კარგად იყო შეერაღებული და ქართველები ვერ გაარღვევდნენ. რამდენიმე საათში ევგენი არტემიძე ქართველებთან ერთად მოვიდა და დაიძახა, რომ აჯანყება დაიწყო და მთელი კუნძული მალე გათავისუფლდება. სროლის ხმა და დაღუპულები რომ დავინახე, ვიფიქრე, რომ ჩემი უკანასკნელი წუთები დაიწყო. ვფიქრობდი, რომ ისინი სიკვდილით დამჭირდნენ. ვიროდი, რომ მე კაპელანი ვარ. ამის გამო მე ბუნკერში ჩამდედეს. საინტერესოა, რომ აჯანყება ომის დამთავრებამდე 33 დღით ადრე დაიწყო და ის მაშინაც კი გრძელდებოდა, როცა ევროპა ფაშიზმზე გამარჯვებაზე იმობდა. აჯანყება 9 მაისის შემდეგ კიდევ 11 დღე გაგრძელდა. ვერმახტის 892 ქართული ბატალიონის წევრები გერმანელ ოფიცრებს მოულოდნელად დაესხნენ თავს. რამდენიმე საათში მთელი კუნძული ქართველების ხელში აღმოჩნდა.
როგორ მზადდებოდა ტექსელის აჯანყება. ამონარიდი დიკვან რივიკის წიგნიდან. რამდენიმე დღით ადრე ჩვენ ზეწრები წითლად საქართველოს დროშის ფერებში შევღებეთ. 5 აპრილს საღამოს რის ნახევარზე შევიკრიბეთ. ქართველებმა განაცხადეს, რომ მათი ფრონტზე გადაგზავნა იგეგმებოდა, ამიტომ ისინი შუაღამისას პირველ საათზე გეგმავდნენ აჯანყებას. ჩვენ გვინდოდა ამის შესახებ გაგვეფრთხილებინა იატაკქვეშის მოძრაობის მეთაური, მაგრამ ჩვენ დავწმუნდით, რომ ყველაფერი ჩაიშლებოდა. გადავწყვიტეთ დავლოდებოდით და შეგვენარჩუნებინა სიმშვიდე, ვიდრე არაფრისაგან ხმაური აგვეტეხა. ქართველებმა დაგეგმეს, რომ საქმე წყნარად, პატარა პირის საპარსი დანებით შეესრულებინათ. თავიდან ვიფიქრე ინგლისელებმა გადმოსხეს დესანტი და შეტევა დაიწყო. მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ქართველები აჯანყდნენ. უცბად ჩემი ქართველი შიკრიკი გამოჩნდა იარაღით ხელში, მაგრამ მას ჩემი მოკლა არ უნდოდა. ალბათ იმიტომ, რომ ერთხელ ის გადავარჩინე. ჩვენ ბუნკერისკენ ავიღეთ გეზი. გზაში ვუყურებდი გვამებს. ქართველები გერმანელებს ხოცავდნენ. მე მოახერხე გავპარულიყავი სამხრეთ ბატარეის მიმართულებით. აჯანყებული ქართველები მოკავშირეების დესანტს ელოდებოდნენ. კანადელებმა და ბრიტანელებმა დაიგვიანეს. ამასობაში ნაცისტებმა განგაში გამოაცხადეს და კუნძულზე დამატებითი ძალები გადასხეს. გადარჩენილი ქართველები ომის დასრულების შემდეგ კანადელმა სამხედროებმა რუსებს გადასცეს. საქართველოში 200 ქართველი ყოფილი ტყვე 1946 წელს დააბრუნეს. მათ საბჭოთა მთავრობა არ ენდობოდა. განსაკუთრებული მეთვალყურეობა დააწესეს აჯანყების ერთ-ერთ ორგანიზატორზე, მანგლისში დაბადებულ ევგენი არტემიძეზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა. პირველ ღამეს ამ პუნქტებში, ვინც ჩვენი კონტროლით იყო შემოსული გერმანელები, ეს გავანადგურეთ და მერე დავიწყეთ ობიექტებზე იერიში. სამწუხაროდ ჩვენ ვეღარ მოახერხეთ, რომ ეს მძიმე артиლერიები აგვეღო, რომელიც გახმარებით აეროპორტ დესანტი ვეღარ გადმოსყავდნენ გერმანელები. მაგრამ იქ მოხდა ერთგვარი გაუგებრობა, ღალატიც იყო იქ ამბავი და ვერავიღეთ ეს ამე დავრჩით. თავიდან ვიფიქრეთ, წვრთნები ტარდებოდა, მაგრამ მალე ქაოსი დაიწყო. არტემიძე გარშემო დადიოდა და იძახდა, რომ თვითონ 28 გერმანელი მოკლა. სანგრების სავსე იყო გვამებით, თანდათანობით უფრო მეტი სამოქალაქო პირი მოიწევდა. მალე ჩემი ხალხისაგან შევიტყვე, რომ დენხორტთან ახლოს გერმანელი სამხედროების კონცენტრაცია შეიმჩნეოდა. ეს ამბავი ლოლაძეს შევატყობინე, მაგრამ მან მითხრა, რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან მალაქიას მეთაურობით ჯგუფმა სამხრეთ ბატარეები დაიკავა. დამთავრებული არ ჰქონდა ეს სიტყვები ლოლაძეს, რომ პირველი ჭურვები აფეთქდა ტექსელზე. მისი შვილი დღეს იხსენებს, რომ აჯანყების დაწყება ქართველი ტყვეებისთვის გადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო. სტალინს ესეთი ბრძანება ჰქონდა ხომ, რომ ტყვეთ არ უნდა ჩავარდნილიყო ქართველი და მას საშინელი რაღაც ელოდა ხო სამშობლოში დაბრუნებისას. ესეც იყო თვითგადარჩენის პრობლემაც ჰქონდათ ამ მებრძოლებს. და თან კიდევ არავის არ უნდოდა დარჩენა ნამდვილად გულანთებული პატრიოტები იყვნენ სულ ყველა და ამიტომ მოხდა ეს აჯანყება, რომ დაბრუნება უნდოდათ საქართველოში. უთანასწორო ბრძოლაში ქართველები დამარცხდნენ. გერმანელებმა ამბოხი სასტიკად ჩაახშვეს. მძიმე ბრძოლებში, რომელშიც 800-ზე მეტი ქართველი მონაწილეობდა, 565 დაიღუპა. ნაცისტებმა დაკარგეს 800 ჯარისკაცი. პატარა ჰოლანდიურ კუნძულზე დაწყებულ აჯანყებას 117 ადგილობრივით შეეწირა. ტექსელის ბრძოლას ევროპის უკანასკნელი ბრძოლა უწოდეს. მე შემეძლო წარმომედგინა, რატომ აჯანყდნენ ქართველები. ეს იყო გადარჩენისთვის ბრძოლა, მაგრამ ტექსელისთვის ეს იყო უბედურება. ყველა მიცოდა, რომ ორ კვირაში ომი დამთავრდებოდა. აჯანყებულები იყვნენ საშინლად სასტიკები, ისეთი რაღაცეები მოხდა, რომ გაგიკვირდებოდა, როგორ შეეძლო ადამიანებს ეს გაეკეთებინათ, მაგრამ სიძულვილი შობს სიძულვილს. და ახლა იმ ქართველების შესახებ, რომელთაც ნაცისტური გერმანიის მხარეს მოუწიათ ბრძოლა, მათ შესახებ მსჯელობას განვაგრძობ ჩვენ სტუმრებთან ერთად, რომელთაც მივესალმები ბატონი ლაშა ბაქრაძე, გერმანისტი ისტორიკოსი, დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. ქალბატონი თამარ მაღლაკელიძე, შალვა მაღლაკელიძის ქალიშვილი და ბატონი კახმეკ კუდავა, გამომცემელი. მოგესალმებით ბატონ კახმეკ, დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის. ბატონ ლაშა, თქვენ მინდა დაგისვათ პირველი შეკითხვა, თქვენგან დავიწყო ჩვენი საუბარი, რატომ გაჩნდა თავიდან იდეა, რომ შეიძლებოდა ქართველები დამდგარიყვნენ ნაცისტური გერმანიის მხარეს და ებრძოლათ მათთან ერთად.
მოგეხსენებათ ომი მიმდინარეობდა ორ ბანაკს შორის, ეს თავისთავად ცხადია, რომ ორივე ბანაკს ყავდა თავისი გულშემატკივრები. ქართველების მხრიდან თავისთავად ცხადია ისიც, რატომ მიდგნენ ისინი გერმანელების მხარეზე, რადგან ისინი მოელოდონ, რომ გერმანია იყო ის ძალა, რომელსაც შეეძლო, ერთადერთი ძალა, რომელიც იბრძოდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, რომელსაც შეეძლო დაემარცხებინა საბჭოთა კავშირი, დაემარცხებინა ბოლშევიზმი და ამითი ის, რაც მოხდა პირველი მსოფლიო ომის შედეგად, საქართველოს ისევ დამოუკიდებელი გამختارიყო. მაშინაც გერმანელები იყვნენ ისინი, ვინც საქართველოს ედგნენ გვერდში და მეორე მსოფლიო ომის დროსაც ალბათ ისინი ფიქრობდნენ, რომ გერმანია ასევე მოიქცეოდა, მათ ძველი კონტაქტებიც ჰქონდათ სხვათა შორის და თავისთავად ცხადია ისინი, ვინც იყვნენ საბჭოთა კავშირის და ბოლშევიზმის წინააღმდეგ, ისინი გერმანელების მხარეზე იდგნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნაცისტები არ იყვნენ, არც დიდი სიმპათიები ალბათ არ გააჩნდათ, მაგალითად სოციალ-დემოკრატებიც იყვნენ მათ შორის, ნამდვილად არ გააჩნდათ ნაცისტებისადმი სიმპათია, მაგრამ მათ უნდოდათ, რომ საქართველოს ენახათ დამოუკიდებელი და ენახათ ბოლშევიზმის დამხობა. მე ვფიქრობ, რომ საკმარისი საფუძვლებია. რამდენად რეალური იყო ეს მათი ფიქრები, რომ განხორციელებულიყო, რომ გერმანიის საშუალებით შეიძლებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება. არსებობდა პირველი მსოფლიო ომის გამოცდილება, როგორც უყურებ თქვით, მეორე შესაძლებელია იყვნენ ქართველები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ეხლა განსაკუთრებით ეს ნაცისტული რეჟიმი არ იყო იდეალური, არც მათთვის და ფიქრობდნენ, რომ რაღაცა პერიოდის შემდეგ გერმანია შეიცვლებოდა როგორც ცივილიზირებული სახელმწიფო და უცხოანაირი იქნებოდა და თქვათ საქართველოს მიიღებდა ამ ნანატრ დამოუკიდებლობას და ის რომ ბოლშევის დაამარცხებდნენ ეს ხადი იყო მათთვის, რადგანაც ნაციზმი იყო ბოლშევიზმის წინააღმდეგი და გერმანია საბჭოთა კავშირის წინააღმდეგი. და გერმანელებსაც ჰქონდათ გარკვეული გეგმები კავკასიასთან დაკავშირებით, თუ გნებავთ ამის შესახებაც ვისაუბროთ. კი ბატონო, ოდნა მოგვიანებით. ქალბატონ თამარ, მამა თქვენი რას ამბობდა ამ საკითხზე, როდესაც მას მოუწია ბრძოლა ნაცისტური გერმანიის მხარეს. შემდგომ უკვე როგორ იხსენებდა ამ ამბავს და რა პოზიცია ჰქონდა? უკვე მოგვიანებით, როდესაც ომიც დამთავრდა და პოზიცია, რა თქმა უნდა, არ შეცვლია. ისე მქონდა ისეთი განწყობილება, რომ არ უყვარდა საბჭოთა წყობილება და ძალიან იმედი ჰქონდა მაშინ ალბათ ომის დროს, რომ თუ გაიმარჯვებდა გერმანია, საქართველოს დაიბრუნებდა დამოუკიდებლობას. ეს ერთი და საერთოდ თავარია რომ უნდა რომ საქართველოს ყოფილიყო თავისუფალი. აი ეს იყო მისი ოცნება. მაგრამ აქ შემოდის მეორე საკითხი. რა თქმა უნდა, ყველანი ვთანხმდებით, რომ უდიდესი ბოროტება იყო ბოლშევიზმი, მაგრამ ასევე უდიდესი ბოროტება იყო ნაციზმი. აქ მართალია დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ, მაგრამ ამ ხელა ბოროტების სამსახურში მოუწია ყოფნა. ამ საკითხზე რა მოსაზრება ჰქონდა, როდესაც არ ნანობდა, იმიტომ რომ ჯერ ესეთი იქიდან დავიწყოთ, რომ ამას დამსახურება იყო ძალიან ბევრი ქართველების გადარჩენა. აი ახლა ადვილია ლაპარაკით, რომ ლაპარაკობენ, აი მოღალატები იყვნენ ეს ხალხი თუ პატრიოტები. როდესაც ადამიანის სიკვდილს თვალებში უყურებს, აი როდესაც საკონცენტრაციო ბანაკში ზის და იმას ერთადერთი გამოსავალი აქ ის, რომ ცოცხლად გადარჩეს, ხო თავაზობდნენ რას ამ სამხედრო ტყვეებს. რომ გამოიყვანდნენ საკონცენტრაციო ბანაკიდან და შეძლებდნენ ლეგიონში მსახურობას. ერთი აი წარმოიდგინეთ რა ჩვენ ხა ვზივართ აქ წყნარად და ვლაპარაკობთ, მაგრამ ადამიანი რომ ეს სიკვდილს უყურებს თვალებში და მას თავაზობენ ასეთ რაღაცას, რომ აი გაგანთავისუფლეთ, გამოგიყვანთ ამ საკონცენტრაციო ბანაკიდან. ორი მიდგომა შეიძლება. ერთი რომ ადამიანი ცდილობს რომ თავი გადაირჩინოს, ეს ერთი და მეორე ეს ხალხი 37 წელს გადატანილი ხალხი იყო. ძალიან ბევრს ეჯავრებოდა საბჭოთა წყობილება და იცით მართლა ჯეროდათ რომ შეიძლება აი ამ სახით აი გერმანიის საშუალებით ეხსნათ საქართველოს და გაენთავისუფლებიათ საბჭოეთისგან. აი ეს ბატონლაშა თქვენც მინდა ამაზე გითხოთ. იყო ბევრი ადამიანი, რომელიც აი საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა, ჯარში მიდიოდა სრულად იმ შეგნებით ნამდვილად შევხვედრია ასეთ ემიგრანტებს მაგალითად საფრანგეთში, რომლებიც ამბობდნენ, რომ მათ უნდოდათ რომ გერმანელებს ჩაბარებოდნენ იმისათვის, რომ გერმანელებს მხარეზე ებრძოლათ. მე ვთვლით და სულ ყოველთვის ამასთან დაკავშირებით, რომ არც ის ხალხი იყო მოღალატე, არც ისინი, ვინც საბჭოთა კავშირის მხარეზე იბრძოდა. სამწუხაროდ ეს ომი იყო საერთოდ ომი, როგორც ძალიან ხშირად საქართველოს ისტორიაში, რომელიც ჩვენ არ გვეხებოდა და სხვების ომში ვიბრძოდით, მაგრამ საბოლოო ჯამში სადღაც
ორივე მხარე დარწმუნებული იყო, რომ კარგი საქმისათვის უნდა ერთნი ებრძოდნენ ნაცისტებს და მეორენი ებრძოდნენ თქვათ ბოლშევიკებს. დამოუკიდებელი ყოფილიყო საქართველოს თვითონ გადაწყვეტდა მაგალითად ვის მხარეზე ებრძოლა და რატომ და იქნებ საერთოდ არა და ნეიტრალური დარჩენილიყო, მაგრამ სამწუხაროდ არ ვიყავით დამოუკიდებლები და ამის გამო ადამიანებს უხდებოდათ აი ამ ომში ჩაბმა. გარდა ამისა, უნდა ითქვას, რომ რასაკვირველია რასისტული თეორია იყო, რასაკვირველია ჩანდა ძალიან ბევრი რამ, მაგრამ სინამდვილეში მაშინ არამხოლოდ ქართველებმა, არამედ ძალიან ბევრმა ადამიანს არ იცოდა რა ხდებოდა ნაცისტურ გერმანიაში. ანუ გათვითცნობიერება ამის მოგვიანებით მოხდა? რასაკვირველია ის, როდესაც ომის შემდეგ დაინახეს ადამიანებმა სინამდვილეში ის საშინელი ბოროტება, რაც გერმანიაში დატრიალდა და თვითონ გერმანელების კი დიდი ნაწილი შოკში იყო ამის გამო. ასე რომ, რა ქვია, წარმოიდგინეთ, რომ ომის პერიოდია და ვიღაცის მხარე უნდა აერჩიო და აქ არის მე მგონია დღევანდელი გადასახედით არ უნდა გამსაჯოთ ადამიანები, რადგანაც ეს დღევანდელი გადასახედი ჩვენ უფრო ბევრი ვიცით, დღევანდელი გადასახედიდან უფრო შეგვიძლია კრიტიკულების ვიყოთ, მაგრამ მე მგონი ეს სულად ზედმეტია, რადგანაც მართლაც აი პირველი მსოფლიო ომის გამოსწრებიდან გამომდინარე არსებობდა კონტაქტები ძველიც ამ სხვადასხვა გერმანულ უწყებებთან და უწყებების მესვეურებთან და ქართველებს ჰქონდათ იმედი, რომ საქართველო იქნებოდა დამოუკიდებელი და ეს იყო შანსი საქართველოსთვის, თორე საბჭოთა კავშირს ვინ დაამარცხებდა სხვა თუ არა გერმანია, რომელმაც მაგალითად ასევე პირველი მსოფლიო ომის დროს შეძლო დროებით მაინც საქართველოში დამოუკიდებლობა მიგვეღწია. გასაგებია, მე მინდა ბატონ კახმეკ უდავასთან გადავიდე. ბატონ კახმეკ, საქართველოში გამოიცა წიგნები გრიგოლ რობაქიძის, მუსოლინი და ჰიტლერი. მე მაინტერესებს ამ საკითხს მოყვა რაღაც არაერთგვაროვანი დამოუკიდებულება. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ეს არაერთგვაროვანი დამოუკიდებულება? არ უნდა გამოიცემოდეს ეს წიგნები ასე ცალკე თუ რა ახსნას უძებნით თქვენ? გამომცემლობა არ დანუჯმა, გამოსცა გრიგოლ რობაქიძის ეს ორი წიგნი, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რომელსაც მოყვა ძალიან დიდი გამოხმაურება და ქართულ საგამომცემლო სივრცეში ეს პროექტი ახმული იქნა არაერთგვაროვნად, ისევე როგორც არაერთგვაროვნად იქნა ახმული ქართველების ბრძოლა, თქვათ, გერმანიის მხარეს. მე არ ვიქნები გრიგოლ რობაქიძის ადვოკატი ამ შემთხვევაში, მაგრამ მთელი ჩემი სტუდენტობის პერიოდში ისმოდა გრიგოლ რობაქიძის ამ ორი ნაწარმოების შესახებ და არც ერთ ჩემს მეგობარს არ ჰქონდა ეს საკითხული. უფრო მეტი, ჩვენს უფროსთაობასაც არ ჰქონდა საკითხული. ამ პროექტით საშუალება მიეცა ქართველებს წაეკითხათ თითქმის დედანში, თითქმის იმიტომ ვამბობ, რომ ეს თარგმანი არის გერმანულიდან და არის შესანიშნავი თარგმნელების მიერ შესრულებული ნამუშევრები, შენარჩუნებული თვით გრიგოლ რობაქიძის ენაც კი ქართულის შესატყვისებით. ასე რომ ეს პროექტი არის წარმატებული პროექტი და აუცილებელი პროექტი ჩემის მოსაზრებით. ბატონ კახმეკ, მოდით აქვე კითხავთ და შემდეგ ბატონ ლაშასაც მინდა ეს შეკითხვა დაუსვა. რატომ დაწერა გრიგოლ რობაქიძემ ეს წიგნები? გრიგოლ რობაქიძის ეს ნაწარმოებები არის განუყოფელი ნაწილი მისი შემოქმედებისა. რას ფიქრობდა ის ამ მომენტისათვის, მე ამის შესახებ კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ არსებობს ლიტერატურათმცოდნეების სპეციალისტების მოსაზრებები, რომ გრიგოლ რობაქიძეს როგორც დიდ მწერალს ყოველთვის აინტერესებდა ძლიერი პიროვნებები და ამიტომ ორივე ამ პიროვნების შეფასება ამ კუთხით იყო განპირობებული. გასაგებია, ბატონ ლაშა, ხომ არ იყო ეს რაღაც თვით გადარჩენისთვის გადადგმული ნაბიჯიც ან თავის დამკვიდრებისთვის გადადგმული ნაბიჯი გერმანიაში გრიგოლ რობაქიძის მხრიდან, იმიტომ რომ მაინც და მაინც სასიამოვნო არ არის რა ისეთი ფრაზებია ამ წიგნებში. თვით გადარჩენისათვის ნამდვილად არ იყო განსხვავებით იმ მაგალითად საბჭოთა მწერლებისა, რომელსაც მართლაც უხდებოდა თქვა სტალინზე დაეწერა თან ბერიაზე ლექსები და ეს მართლაც იყო მცდელობა თვით გადარჩენისა. ყველა ვერ გადაარჩინა სხვათა შორის ასეთმა წიგნებმაც კი. მაგრამ და ლექსებმა და პროზაულმა ნაწარმოებამ, მაგრამ გერმანიაში მას არავინ არ თხოვდა, რომ ეს დაეწერა და მე ვფიქრობ, რომ ცოტა არ იყოს უხერხულია ეს წიგნები, მაგრამ მიუხედავად ამისა, სრულად ვეთანხმები ბატონ კახმეკს, ეს არის ფაქტი და უნდა გამოცემულიყო და ქართველ მკითხველს უნდა ქონდეს საშუალება, რომ წაიკითხონ ეს წიგნებიც. მე ვისურვებდი უფრო კრიტიკულ მაგალითად წინა სიტყვაობას ან ბოლო სიტყვაობას ამ წიგნებში, რომელშიც იქნებოდა უფრო კრიტიკულად დანახული ეს ნაწარმოები, რადგანაც ვფიქრობ, რომ მართლაც ცოტა არ იყოს
დარე ხარისხის ლიტერატურაა. კაცი, რომელიც გაურბის თითქოს და სტალინს, რომელიც აკრიტიკებს სტალინს, მერე წერს ასეთივე და უარესზე შეიძლება არანაკლებ საშინელ დიქტატორზე ჰიტლერის წიგნია განსაკუთრებით მე ვიტყოდი ამაზრზენი წერს აი ასეთ წიგნს. მიუხედავად ამისა, ჩემთვის რობაქიძე უაღრესად საინტერესო ადამიანი არის და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა არის ქართული ლიტერატურაზე. მაგრამ რატომ წერს ადამიანი აი ასეთ ნაწარმოებს? ჩემთვისაც ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი იყო იმ დროს ადამიანები, რომლებიც წერდნენ თქვათ ჰიტლერზე, ან აღფრთოვანებულები იყო ამ ძლიერი პიროვნებებით. საერთოდ დრო არის და პერიოდი, როცა ძლიერი პიროვნებებით არიან ადამიანები აღფრთოვანებული. კნუთ ჰამსუნი იყო იქ, თქვათ ეზრა პაუნდი, მართლაც სერიოზული და ძალიან მნიშვნელოვანი მწერლები, რომელიც ასევე აღფრთოვანებულები იყვნენ ჰიტლერის. ამაში არაფერი განსაკუთრებული, აი ეს მდარე ხარისხის ლიტერატურა, რომელსაც წარმოადგენს განსაკუთრებით მეორე ზედმეტად ეზოთერიულია, თქვათ მუსოლინზე, აი მდარე ხარისხის ლიტერატურა. აი ბატონლაშა, თქვენ თქვით ახსენეთ, რომ უფრო ასე ვთქვათ, მკაცრი წინასიტყვაობა უნდა ქონოდა. ასე უფრო კრიტიკული. უფრო კრიტიკული. რატომ ფიქრობთ, რომ ეს შუამავალი საჭიროა დღეს ქართულ მკითხველსა და ამ წიგნს შორის? არა, არის ისედაც, მე ვიტყოდი უფრო დიფერენცირებული ხედვა ამ პრობლემისა. რთულია ძალიან ამაზე ლაპარაკი, რატო წერს კაცი ასეთ ნაწარმოებს, თუმცა ამის იძულება არ არსებობს, მართლაც რთული არის. არის იქ პასაჟები, მაგალითად ჰიტლერში, რომელიც მე მერჩენ სამარცხვინოა პირდაპირ, არ უნდა წერდეს ადამიანი ესე. მიუხედავად ამისა, ვთვლი რომ ნებისმიერი წიგნი უნდა გამოდიოდეს, ნებისმიერი წიგნი უნდა იბეჭდებოდეს, მით უმეტეს ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურის, როგორიც არის ქართული ლიტერატურისაც რობაქიძე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა აქვს ამ კაცს დაწერილი და ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ბატონ კახმეკ, თუმცა ამ საკითხზე იყო მე რამდენადაც ვიცი განხილვა ამ წიგნის და კრიტიკული აზრებიც გამოითქვა, მაგრამ აი იზიარებთ ბატონ ლაშას აზრს, რომ შესაძლებელი იყო უფრო კრიტიკული მართლა წინასიტყვაობა ქონოდა ამ წიგნებზე. თუ ასე დავსვათ საკითხს, მაშინ ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დავაყენოთ მთელი ქართული მწერლობის ის ნაწარმოებები, რომლებიც დაიწერა საქართველოში. ანუ მე ზუსტად ეს მაინტერესებს, აი განსხვავება რაში უნდა დავინახოთ, თქვათ, გრიგოლ რობაქიძე წერდა ამას, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ბევრი ქართველი მწერალი საბჭოთა პერიოდში წერდა კიდევ უფრო შეიძლება სამარცხვინო ნაწარმოებებს სტალინის და ბერიას შესახებ. დიახ, ყველაფერი დადგება თავის ადგილას. თუ ჩვენ დავსვავთ ტოლობის ნიშანს ფაშიზმსა და კომუნიზმს შორის. ფაშიზმი უდრის კომუნიზმს. ესე იგი, ესენი ერთ სიმტყეში უნდა იქნეს განხილული და ის ქართველი მწერლები, რომლებიც საქართველოში მოღვაწეობდნენ და დიდ ამბებს უძღვიდნენ, როგორც თქვენ თქვით, ბერიასა და სტალინს და მთელ ამ წყობას არაფერი გასაკვირი არ იქნება იმაში, რომ გრიგოლ რობაქიძის ეს ორი ნაწარმოები იმათ სიმტყეზე დავაყენოთ. აი ბატონმა კახმეკმა ახსენა ტოლობის ნიშანი. ვთქვათ, მწერლების შესახებ, მეტნაკლებად ვისაუბრეთ, ხო? მაგრამ აი რა ადგილი უნდა მოეძებნოს იმ ადამიანებს, რომლებიც ნაცისტურ არმიაში იბრძოდნენ? ეს საკითხიც მე ვფიქრობ ძალიან საინტერესოა ისტორიისთვის, იმიტომ რომ ესენიც იყვნენ ქართველები, ამ ქვეყნის შვილები და მეორე მხარესაც. გასაგურველია. მე ვფიქრობ, რომ ორივე მხარეს მებრძოლი ადამიანები დასაფასებლები არიან, რადგან მათ წამდათ რისთვისაც იბრძოდნენ დიდ ნაწილს, ეხლა ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომელსაც რაღაცა გამორჩენას ეძებდნენ, თავისთავად ცხადია. ძალიან საინტერესო არის გერმანელების მხარეზე მებრძოლი ქართველებისა და მათაც მე მგონია ჩვენი პატივისცემა სჭირდებათ, რადგანაც უნდა გამოვიდეთ იქიდან. აი მაგალითად იყვნენ ვერმახტში გერმანელები, რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას მაგალითად ებრაელი მოსახლეობის განადგურებაში. დიდი ხნის განმავლობაში, ვთქვათ, ვერმახტთან დაკავშირებით, ამას გერმანიაშიც კი, სადაც უაღრესად კრიტიკული დამოკიდებულება არის ამ ფონქციებთან, არ ლაპარაკობდნენ აი ამ თემაზე. თითქოს და ვერმახტი არ იყო, ანუ სამხედროები არ იყვნენ ამ ბოროტმოქმედებაში, ვთქვათ, ჩართული და თავიანთ ფუნქციას ასრულებდნენ ომში, როგორც სამხედროები. აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ ყოფილა. ვთქვათ, და მანამდე თუ ფიქრობდნენ, მხოლოდ SS-ი იყო ეს ძალა, რომელიც ანადგურებდა, ვთქვათ, ეთნიკურად თუ რასობრივად გერმანელებსაც მიუღებენ მოსახლეობას, რომელიც პირველ რიგში ასაკვირველი არიან ებრაელები და მაგალითად ბოშები.
ხოთ ვერმახტი არ იღებდა მონაწილეობა. საინტერესოა მაგალითად მე არასოდეს ამსმენია რომ ქართველებს ამაში მიეღოთ მონაწილეობა. ასევე უნდა ითქვას რომ პირიქით ქართველებს სადაც კი შეეძლოთ მაგალითად ქართველებრალებთან მიმართებაში საფრანგეთში ემიგრაციაში მათ დაიცვეს ქართველი ებრაელები რაც შეეძლოთ ის გააკეთეს. ასეთი მდგომარეობა იყო მაგალითად კავკასიაში. უნდა ითქვას რომ გერმანიაში ძალიან ბევრი ადამიანი იყო რომლებიც მაგალითად აპროტესტებდნენ აი ამ რასისტულ ქმედებებს და თქვათ, როდესაც კავკასიას მოუახლოვდა გერმანიის ჯარი, მათ დაინახეს სულად პრაგმატული თვალსაზრისთან გამომდინარე, რამდენად იდიოტური იყო გერმანული რასისტული პოლიტიკა, მაგალითად უკრაინაში, რომელიც მიესალმა გერმანელებს, როდესაც ისინი შემოვიდა, როგორც გამათავისუფლებას და როგორც ცუდად ექცეოდნენ, როგორც სლავურ ტომს გერმანელები უკრაინელებს და თქვათ ბელორუსებს. და ისინი მიხვდნენ რომ მაგალითად კავკასიამდე როცა მოვიდნენ რომ ის მსგავსი პოლიტიკა მიუღებელი იქნებოდა. ყოველი კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოვიდეთ აი ამ კონკრეტულ შესაძლებელი არსებობდნენ ქართველი დამნაშავეები რომლებიც იღებდნენ მონაწილეობას მე ასეთი არ ვიცი თქვათ დარბევაში მოსახლეობისა მაგრამ თუ ესეთები არ იყვნენ მე ვფიქრობ რომ ესენი იყვნენ ჩვეულებრივი სამხედროები რომლებიც თავიანთ მოვალეობას როგორც მათ ეს წარმოედგინათ საერთოდ რამდენად კარგად ვიცნობთ იმ პერიოდის ისტორიას ჩემი აზრით ეს საკითხი კიდევ ძალიან ბევრ კვლევას მოითხოვს ალბათ ამის შესახებ კიდევ წიგნები უნდა იწერებოდეს მაგრამ სამწუხაროდ ეს არ ხდება უამრავი საარქივო მასალა არის გერმანიაში მე თვითონ მიმუშავია მთელი ეს საბჭოთა პერიოდი სრულად ახლდან გვაქვს დასაწერი რაც რთულია ძალიან წინააღმდეგობებით არის ახსავსე მაგრამ ასეთი შავ თეთრი ხედვა საერთოდ ისტორიისათვის ჩემთვის მიუხედავია ისტორიაშიც ლიტერატურაში და ყველაფერში ანუ საკითხის დასმა მოღალატეები თუ პატრიოტები და ასე შემდეგ ასეთი საკითხი ესე არ უნდა ისმოდეს საკითხი უნდა ისმოდეს ბევრად უფრო დიფერენცირებულად და უნდა შევხედოთ ყველა საკითხს ძალიან დიფერენცირებულად რასაკვირველია არ შეიძლება რომ ერთხელ დავადგინოთ ეს საბჭოთა კავშირით მორჩა და არ არის საჭირო თქვა რომ ეს შავი იყო ეს თეთრი ამასთან დაკავშირებით დისკუსია მუდმივად უნდა მიდიოდეს საზოგადოებაში მაგრამ წიგნები უნდა დაიწეროს, რომ იყოს რაღაც საფუძველი დისკუსია. და ყველაზე საინტერესო ალბათ დავეთანხმებით ისტორია ზუსტად მაშინაა, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ რთულ სიტუაციებში ადამიანები რა გადაწყვეტილებებს იღებენ. ჩვენი საუბარი უნდა წავიყვანოთ დასასრულისკენ, ქალბატონ თამარ, თქვენ თუ გსურთ კიდევ რაიმეს თქვა, მე ვიცი რომ აი ქართველების გადარჩენასთან დაკავშირებით ჩალვა მაღლაკელიძეს ჰქონდა ისტორიები, ებრაელების გადარჩენასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გითხრათ, შემდეგ ბატონ კახმექს მიცემ სიტყვას და დავასრულებთ გადაცემას. ერთადერთი მე ისი თქმაც მინდა, აი ეს არის რომ ზოგჯერ რაღაცა ეჭვები ჩდება იმის შესახებ, რომ აი მამაჩემი ნამდვილად იყო თუ არა გერმანელების მხარეზე და ეს ეჭვი მან ხომ არ გააჩინა რომ არ დახვრიტეს მეორე. აი ამის შესახებ მინდა აუცილებლად თქვა. ყველას ვისაც კი ასეთი აზრი საერთოდ გაუჩნდა. აი იმად გასაგონად მინდა ვთქვა, რომ მამაჩემი 82 წლამდე მუშაობდა, იმიტომ რომ პენსიაც კი არ დაუნიშნეს. აი მოხუცებულობის პენსია რომელიც არსებობდა, ასაკით რომელიც ეკუთვნოდა, ჯესეთი ეუბნებოდა რომ შენ არა გაქვს საერთოდ არანაირი სტაჟი მუშაობის და ამიტომ პენსია არ გეკუთვნის. თუ მამაჩემი როდისმე ვინმესთან ამ მთავრობასთან, ნუ საბჭოთა მთავრობა იქნებოდა შეკრული. ხო წარმოგიდგენიათ რამხელა საამაყო ექნებოდა საბჭოთა მთავრობას, რომ მათ თურმე გერმანელი გენერალი ყავდათ შეგზავნილი ამ ჯარში და მე მგონი მოსკოვში რომ მუზეუმი აქვს უშიშროების იქ იქნებოდა მამაჩემის სურათი. და როგორ მოხდა რომ გადარჩა ქალბატონ თამა? აი გადარჩა სწორედ იმიტომ რომ საჭირო იყო ეს მაშინ იმ დროისთვის. მამაჩემი იყო როგორც სატყუარა. გარდამის ეპოქა აღარ იყო ეს სახურატა. არა, ესეთი სტალინი აღარ იყო ცოცხალი 54 წელი იყო. მერე უნდათ რომ ეს ტყვეებს ჩამოსვლა ძალიან ეშინოდათ. უამრავი ტყვეები იყო მაშინ დარჩენილი ემიგრაციაში და არ ჩამოდიოდნენ. ამ დროს მამაჩემი ჯერ მე და დედა ნუ ჩავარდით ამათ ხელში, მერე მამა ჩავარდა ჩამოგვიყვანეს აქა და დაბეჭდეს წერილი, რომელშიც ეწერა, რომ მამაჩემი ვითომ თხოვდა ამ საბჭოთა მთავრობას, რომ შემიწყალეთ დამნაშავება, რომელიც არ დაუწერია, რა თქმა უნდა, მამაჩემს. ეს უცხოეთში გავცელდა ეს წერილი. მერე ნახეს, რომ გერმანელი გენერალი თურმე თბილისში თავისუფლად დადის, მას არაფერს არ უშავებენ და აბა ჩვენ ტყვეებს რას დაგვიშავებენ და უამრავი ტყვეები ჩამოიტყვეს მასე. და ბევრი გადაასახლეს. გადასახლებები ისე მიდიოდა. ბატონ კახმეკ და ბოლოს თქვენ კითხავთ და უნდა დავასრულოთ გადაცემა. აპირებთ თუ არა გამომცემლობა, პირადად თქვენი გამომცემლობა მსგავსი ტიპის წიგნების გამოცემას მომავალში. საუბარი იქნება ცალკეული ტომების სახით, ცალკეული პატარა წიგნების სახით დიქტატორების შესახებ, რომლებიც ძალიან საინტერესოა. მით უმეტეს დღეს თქვენ ხედავთ რა ხდება
არაბულ ქვეყნებში და დიქტატორებთან დაკავშირებით ეს წიგნები აუცილებლად იქნება საინტერესო ქართული კითხვის. ალბათ საჭირო არის დისკუსიების კიდევ უფრო მეტად მოწყობა, რომ თქვათ მართლა ვიღაცამ არ წაიკითხოს და რაღაც არ მიიღოს პირდაპირ ისე როგორც წერია. ქართული კითხვები ისედაც ბრძენია და შეძლებს აქედან დასკვნების გამოთქმას. გასაგებია, დიდი მადლობა. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები იყვნენ ბატონი ლაშა ბაქრაძე, ქალბატონი თამარ მაღლაკელიძე და ბატონი კახმე კუდავა. მე დიდ მადლობას გადავუხდი სამივე სტუმარს. დღევანდელი გადაცემა კი ამით დასრულდა. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს საღამოს 9 საათზე პირველ არხზე. ნახვამდის.